ქართული ოცნება საფრანგეთის პრეზიდენტ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე მსოფლიოში რუსეთის მხრიდან გაზრდილ აგრესიაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაცია ახსენა. მაკრონის თქმით, რუსეთის დამოკიდებულება მეზობლების მიმართ უფრო აგრესიული გახდა და საქართველო მათ შორისაა, სადაც არჩევნების გასაყალბებლად ყუთებში ბიულეტენებს ყრიდნენ. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ. მოხდა რადიკალური ცვლილება რუსეთის ქცევაში ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით, რომელიც უფრო მკაცრი გახდა. ასევე მან გაცილებით უფრო აგრესიული დამოკიდებულება შემოიღო მეზობელი ქვეყნების მიმართ. ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ. ამას ვხედავთ საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციითა და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრითაც. ასევე მოლდოვაში, სადაც იგივე სცადეს და ვერ შეძლეს. მინდა პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე შევაქო. ასევე შემიძლია ვახსენო რუმინეთის არჩევნები, სადაც რუსეთი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში საარჩევნო პროცესის манипуლირებას არ მოერიდა. ემანუელ მაკრონი ამ განცხადების გამო ტყუილში დაადანაშაულა ქართული ოცნების პრემიერმა. ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის პრეზიდენტს ურჩია მიხედოს უკრაინას, რომელიც მისი მტკიცებით განადგურებისთვის გაწირეს. თუ სადმე ერევა რუსეთი, მეზობელ ქვეყნებზე როცა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ურჩევნიათ ყველას, რომ უკრაინას მიხედონ, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. ხო, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნებში ჩაერია საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. ჩვენი ქვეყნის არჩევნებზე რა სიტყვით? საუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა, ხო? ჩარევაზე. ეტყუილებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე, ეს არის განადგურებული უკრაინა. ემანუელ მაკრონის განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ. მაშინ, როცა ემანუელ მაკრონი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერას ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ასახელებს, ის საქართველოში დემონსტრანტებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიმამაცეს ძალიან აფასებს და ხას უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება იყოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. საფრანგეთის პრეზიდენტის გზავნილ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ტრამპის თანაპარტიელი კონგრესმენი ჯო ულსონი. მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოში. მოუთმენლად ველი, რომ ის იმუშავებს დონალდ ტრამპთან, რათა ეს რეალობად იქცეს. წერს ულსონი X-ზე.